ნულიდან დავიწყეთ ამ რაცა ნაჩუქარი სკამებით, ნაჩუქარი მაგიდებით და ნაჩუქარი ლეპტოპებით, ახლებიდან წამოღებული რაღაც ძველი ლეპტოპებით და მაინც ვცდილობთ რომ ყველანაირ მაინც რაღაცა არ შევზღუდულიყოთ, რაღაცა ეს აგვეშენებინა ჟურნალისტები, ვართ რაღაცა როგორც ერთი ოჯახივით. და ეს პუბლიკა რაღაცა ჩვენი რაღაცა შვილივით არის, შვილივით უყურებთ, რაღაცა უყურებთ, ვცდილობთ ვფიქროთ რომ რაღაცა განვითარებაზე, გაზდაზე. ჩვენ პუბლიკა დავაარსეთ 2019 წელს, მაშინ როცა მიდიოდა ესეთი აქციები რუსთაველზე, იმ დროს ლიბერალიდან, ჟურნალ ლიბერალიდან წამოსულა ნიუსრუმმა, გადაწყვეტეთ რომ დაგვეფიცებინა ონლაინ გამოცემა. პუბლიკაზე ფიქრობდით ჯერ როგორც უბრალოდ ორგანიზაციაზე, ბევრს ფიქრობდით სახელზე. რამდენიმე ჟურნალისტი მსჯელობდით, საუბრობდით და აი ეს მსჯელობაში და საუბარში, იდეებში დაიბადა სახელიც, პუბლიკა და დაიბადა ორგანიზაციაც. ადგილიც არ ქონდა არსად რომ რაღაცა შევკრებილი ყავით და ხანდახან ვიცით ქუჩაში ქონია რაღაცა ვითათ პირია მოგვი რაღაც ვისაუბრია მიდეებზე, რაღაცა პარკში მაგალითად. მაგრამ აი მე ნელ-ნელა როგორც თქვი ვიღაცა ბევრი ადამიანი გამხატავდა მაინც მხარდაჭერის სურვილს, რითაც შეეძლო და აი რაღაცა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან არასამთავრობო ორგანიზაციები დაგვეხმარებინეთ რომ მაგათაც ჰქონდათ რაღაც მეორადი რაღაცა ავეჯის გამები რომლებიც მაგათაც ჩამოწერდა შეეძლოთ რომ ეს რაღაცა ეჩუქებინათ და მიხედავთ ისე კი რაღაცა გვეუბნებიან ხოლმე სამწუხაროდ შეიძლება მეტის საშუალება მათაც არ ქონდათ მაგრამ ჩვენთვის ეს მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო რომ რაღაცა დასაჯდომიც არ გაქვს ანუ შემთხვევაში ეს სკამები იქნებოდა თუ მაგიდებით მეორად იქნებოდა ახალი იმას არ ქონდა მნიშვნელობა მთავარი იყო ეს მხარდაჭერა მიგვიღო მაშინ იყო ეს იმის ბოლო ანუ 20 წლის შემდგომი აქციები და ამ აქციების პარალელურად მუშაობთ იდეაზე და როგორც კი ჩაუშვით მაშინვე კიდევ ახალი რაღაცა ამბავი აღმოჩნდა გარეთ გასაშუქებელი და მას მერე პრინციპში სულ რაღაცა ასე მუშაობთ რა მე რამდენიმე თვის მერე დაიწყო კოვიდის პანდემიაც საქართველოში ჯერ კიდევ კარგად ყარად არ ვიყავით უბრალოდ დაფუძნებული როგორც ორგანიზაცია რომ უკვე ეს კოვიდი წამოგვეწია და შემდგომ მოყვა ამას რუსეთის შეჭრა უკრაინაში და პარალელურად საქართველოში ამ დემოკრატიის უკუსვლა უფრო და უფრო ეს რაღაცა მეტი რეპრესია და პარალელურად ამის ფონზე სამხობლოების პროტესტი და აი მას მე სულ არ დაძებულდა რაღაცა მაგრამ თან საინტერესო პერიოდში რაღაც ვიწოს მუშაობ. არ ვცაქრო უბრალოდ ჩვენთვისაც ყოფილიყო გადამწყვეტი ამ რაღაცა ჟურნალისტობაში ხელახელფასი მექნებოდა საერთოდ რა თქმა უნდა არც კი ვიქნებოდით ამ ორგანიზაციას სამფუძნებლად და არც დავიწყებდით მუშაობას. ან რაღაცა შეგვშინებოდა რაიმე წნეხის ბოლო დროს რაც გულსამაჩუქებელი ახლა ჩვენთვის და ძალიან მიხარია ბევრი ადამიანი შემხვედრია რომელსაც ძალიან პირდაპირ მოსულა იმიტომ რომ ვიცნო და რაც გამოვხატავს სამართლიერება მან მე გაუგია და ჩამხუტებია და თქოს რომ კარგია რომ ვარსებობთ იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ რომ აი ბევრი თემაზე ვიმუშაოთ ბევრგან ვიყოთ და არაფერი არ დავტოვოთ ისე რომ რაღაცა დარჩეს საზოგადოებისთვის უცნობი გაუშუქებელი მათ ყურადღების მიღმა და ბევრი ადამიანი სათქმელი როგორც კი გავაჟღეროთ. ამიტომ მგონია რომ აი ეს იქნება რა თუ დაიკარგა პუბლიკა და ზოგადადაც ონლაინ მედია, იმიტომ რომ ჩვენი ძალიან ბევრი ასევე კოლეგა ძალიან მაღალი კლასის ძალიან კარგი პროფესიონალები მუშაობენ ასევე ონლაინ მედიაში. მე თან ამაყრება რომ აი ვარ წარმოადგენ ამ ორგანიზაციას და კიდევ ვამაყრე რომ აი პირველი დღიდან აქ ვარ. აი ყველაზე მეტად მგონია რომ ეს არის რაც უნდა მემაყრებოდეს ის რომ ყავს ძალიან კარგი გუნდი გარშემო და ჩვენს შრომას ხედავს საზოგადოება და საზოგადოების მხარდაჭერა სულ უფრო მზარდ.